ქართულ დამწერლობას რამე ესეთი მახასიათებელი აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოარჩევს ყველა დანარჩენისგან. კი, რა თქმა უნდა. უპირველესად ქართული დამწერლობის მთავარი თვისება ის არის, რომ ის არის ქართველი ხალხის შექმნილი და ქართველი ხალხის რაღაც სულიერი სარკეც შეიძლება. ნახეთ რა გულისხმობ, ჩვენ კი გასაგებია ვიღაცამ ერთმა, შეიძლება ფარნავაზმა, შეიძლება სხვა მეცნიერებს ეს არ აქვთ გადაწყვეტილი ზუსტად, შექმნა დამწერლობა ერთმა ადამიანმა. მაგრამ შემდგომში მხედრული ვინ შექმნა, დაგისვამთ ეს კითხვა, ან ნუსხური ვინ შექმნა. არა, ერთი ავტორი არ ყავს. მთელი თუ რაიმეს შეიძლება ეწოდოს ხალხური, ეს არის დამწერლობა. მთელი ჩვენი ქართველი, ასე ვთქვათ, წერა-კითხვის მცოდნე ხალხის ყველა დროში და ყველა ეპოქაში და ყველა ადგილას გამოცდილება, განაპირობა ასოების გარდაქმნა და მოყვანა იმ ფორმამდე, რა ფორმასაც დღეს ვიყენებთ. ასე რომ ეს არის ქართველთა ხელის საუკუნოვანი, მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების ქაღალდზე გადატანა. და ამაში ალბათ მეცნიერებაც დამეხმარება, არსებობს კუნთის მეხსიერებაც. როცა რაღაცა ფორმას ხშირად იმეორებ, ეს მეხსიერებაში გადადის. და კუნთის მეხსიერება სამომავლოდ კიდევ გადადის მემკვიდრეობითაც. ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს. ასე რომ მართლა ასე არის, რომ ქართველი ხალხის კუნთის მეხსიერება შექმნა ქართული დამწერლობა. და ეს ჩვენც გვაქვს. ანუ წარმოიდგინეთ ჩვენი ასოების, ჩვენ მიერ გამოყვანილი ასოების უკან რამხელა ტრადიცია დგას. მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ის მართლა ქართულია. თუ რაიმე ქართულია, ყველაზე ქართული ეს არის. მეორე მახასიათებელი, რაც მინდა რომ აუცილებლად ვთქვა ქართულ დამწერლობაზე, ეს არის მრავალფეროვნება. მრავალფეროვნება ახასიათებს ყველა დამწერლობას. ჩვენ კი გვიყვარს ხოლმე თქვა, რომ სამი დამწერლობა გვაქვს და სხვას თითქოს არ აქვს, მაგრამ სხვებსაც აქვთ, სამიც აქვთ და მეტიც აქვთ. მაგალითად ინდური დამწერლობები 15 და მეტი არის. იაპონელებსაც სამი დამწერლობა აქვთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ დამწერლობა, რომელსაც ჩვენ დამწერლობას ვეძახით. წევანაც ხო ვთქვით, სამი ძირითადი გვაქვს, მაგრამ ამ ძირითადების უკან კიდე რამდენი არის, ამას აღარ ვითვლით ხოლმე. და მე რომ დავიწყე დათვლა და ახლოვებით 60-მდე ავედი და მე გავჩერდი. ნახეთ, 60 დამწერლობა როცა გაქვს, უნდა დასვა შენ თავთან კითხვა, რა საჭიროა ამდენი დამწერლობა. მაგრამ როგორც ჩანს, ესეც ჩვენი ბუნებაა ქართველების, რომ არ ვჩერდებით, მუდმივად რაღაც ახალს ვეძებთ და არ კმაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს და ქართველები როგორც ჩანს, დამწერლობას არასოდეს არ უყურებდით მხოლოდ პრაქტიკული თვალით. უყურებდით როგორც შემოქმედებას. ამიტომ რაღაც მოვიფიქრეთ, რომ იქ ერთი ასო, მეორე ასო